შენი აზრით TikTok live-ებს რატო აკეთებს ხალხი? არ ვიცი. მე თან არ მესმის რატო აკეთებს ხალხი TikTok live-ებს. არ მესმის, არ ვიცი. და ვერასოდეს ვერ გავიგებ, მართლა. არ მესმის, უბრალოდ არ მესმის. მე მაქვს რაღაც თეორია მაგაზე. მონეტიზაცია ხო არ გვაქვს. ძალიან რთული არის და იქ საჩუქრებს ჩუქნიან, მაგიტო არის. ეხა დავაკავშირე ზუსტად. მაგიტო არის ეს საოცრება, რომ აბა მოვიხოდოთ მეგობრებო. კი. ანუ საქართველოში მე მგონი მონეტიზაციის გამო ამოიწია ზუსტად ამ TikTok live-ებმა რა, მაგრამ ნუ რაც მინახავს ცოტა ისე არის, რაც რემბლი. კი, ძალიან რთული არის. მაგრამ ანუ წარმოგიდგინე მე მინახავს ამბერ ვიდეო, ეს ლომი ხო იცით მეგობრებო? ლომი გადაარტყე. საოცრება არის. ეგ ლომი ღირს $500. ვაუ. და ვიღაცა რომ $500 რაღაცას, ეხა იქ ფიმი აქვს თავისი TikTok-ს და სრულად $500 ალბათ არ გერიცხება, არ ვიცი არ მქონია ამის ბედნიერება, მაგრამ არც მე. ხო, მაგრამ ალბათ დიდ ნაწილს მაინც მიიღებ და როგორია TikTok live-ში გადიხარ და საკმაოდ დიდი ჩარიცხვა გაქვს. ხა ბუნებრივი არავის არ შეექმნას ის დაბეჭდილება რომ პირველივე live-ზე ვიღაცას ლომს აჩუქებენ, მაგრამ არის რაღაცა 40 ცენტიანი საჩუქრებიც ძალიან მაინტერესებდა იგი, იმიტომ რომ მე თვითონ რადგან ახლა 116,000 გამომწევი ყავს კი მქონდა რამდენიმე დაკვეთა, მაგრამ ესე სტაბილურად არა და მეც ვფიქრობდა ეს გზებს როგორ შეიძლება ამით სარგებელი ვნახოთ ხო და ერთ-ერთი ეგ იყო რა, მაგრამ ჩემი მეგობრები და ჩემი მეუღლეც ძალიან ეწინააღმდეგებიან მაგას, იმიტომ რომ მათთვის ეს ლაივი ასოცირდება ამასთან და მე სულ მიწევს ამის ახსნა, რომ ყველა შეიძლება არ იყოს no offense, ყველას თავისი გზა აქვს, უბრალოდ ეგ ჩემი პირადი აზრია და ალბათ ნიკასიც, რომ შეიძლება ჩვენ გემოვნებაში არ იჯდეს, რომ ჩვენ არ ვაკეთოთ ეგ, თორე ვინც აკეთებს ღმერთმა გაუმარჯოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს იმ ადამიანებთან და ძალიან მინდა რომ მაინც გავაკეთო, ოღონდ ნუ სხვანაირი რა, არა ესე მოწოდება, მაგრამ ჩემი აზრით კიდე რა დონაციაც არ უნდა იყოს სირცხვილი თუ რაღაცა რო ტეხავს არ ვიცი უბრალოდ დონაციის ლინკი რო იყოს, იმიტომ რომ არ არის ესეთი მარტივი ამ კონტენტის კეთება რა.